დილამშვიდობის ჩემო კარგებო, ეხლა ანდრიასმა მოიტანა. მამიკომ მოგვიტანა კრუასანები და ბროჩინები და გვინდა რომ ერთად ვიფრუშტუკოთ. ანუ ვისაუზმოთ, დღეს შაბათი დღეა. ძალიან მიყვარს, როდესაც ერთად ვსაუზმობთ ხოლმე, რადგან კვირის განმავლობაში ამას ანდრიასი სამწუხაროდ ვერ ახერხებს და 8 ნახევარზე უკვე სახლიდან გადის. ეს წუთია ჩემო კარგებო, რაც ამაზონის გზავნილი მოგვიტანეს. ნახეთ 2 დღის უკან შეუკვეთა ანდრიასმა ანაბელისთვის აი ეს მისაწოლი მანქანა, რა ვიცი რაც გინდათ დაარქვით, იმისთვის რომ ანაბელმა ფეხზე გაიაროს. უკვე ცდილობს დღეს დადგა, სადღაც 10 წამი დადგა, ისე რომ არაფრისთვის ხელი არ მოუკიდებია და ფიქრობ რომ მალე გაივლის. ეხლა 22 მარტს ბელე 22 მარტს ეხლა ანაბელი უკვე 11 თვის ხდება და ვფიქრობ მალე გაივლის. როგორც ვიცი, ბევრმა ბავშვმა ისწავლა აი ამ მანქანით გავლა. შემადიშვილმა სოფიამ აი ასეთი მანქანით ძალიან მალე ისწავლა ფეხზე სიარული და ერთ-ერთმა ქალმა მირჩია კიდე რომლის შვილმაც აი ამ მანქანით უკვე 2 კვირაში გაიარა. ძალიან მიხარია და ვფიქრობ რომ 1 წლამდე ანაბელი ყველა ვარიანტში გაივლის. ეხლა განვფუთოთ და მოკლედ ვნახოთ როგორ გამოიყურება შიგნიდან. აი ეს საოცარი მანქანა, რომლითაც ბავშვები ძალიან მალე სწავლობენ სიარულს. ძალიან მიხარია. მოკლედ ასე გამოიყურება შიგნიდან. აი ეს სიარულის სასწავლი მანქანა და მოდით ახლა ვნახოთ და ავაწყოთ. ისინი რაღაცები უნდა დაწებდეს მანქანაზე ზემოდან. ეს არის ხელის მოსაკიდებელი საჭე, ასე რომ ვთქვათ. აი ეს თვითონ მანქანა. ძალიან გავს აი ლელას საჩუქარი რომ გაჩვენეთ ჩემადამ რომ გამოუგზავნა საშობაოდ, აქტიურობის მაგიდა რო ქვია activity table, იმას ძალიან გავს აი ზემოდან. ესეც ფეხები და რაღაცეები. მოდით ავაწყობთ და შემდეგ გაჩვენებთ, კარგით? აი ავაწყო ჩემო კარგებო, მაგრამ რაღაც პატარა მეჩვენება ანაბელისთვის. ნახოთ აბა, აქ ზემოდან კიდე რაღაცები უნდა გაუკეთდეს, მაგრამ თავ შევიკავებ, რამდენად, რა ვიცი, მოეწონება თუ უკან გასაბრუნებელი არ შეგვექნა და მე თუ კი მოეწონება, მე დავაწებებ იმ რაღაცეებს ზემოდან. აბა ვნახოთ. დედი მოგწონწდე? კარგია? მიდი აბა მიდი მოკიდე ხელი მიდი. მიდი დედას გული. აი აქ უნდა მოკიდო ხელი დე. აი აქ. აქ უნდა მოკიდო დე ხელი მიდი. მიდი დედას გული. ყოჩახ დე. მოკიდე დე ხელი. მოდი ესე შევატრიალოთ, მოიცა? აი ესე. მიდი აქ მოკიდე ხელი, მიდი. მიდი დედიკო. ადექი და მოკიდე ხელი. ადექი. ადექი, ყოჩახ, ადექი, ადექი. ადექი დედას გული, ყოჩახ დე. ადექი, ადექი, ადექი. ადექი მიდი. ბელი ადექი. ადექი მიდი. დადექი, დადექი. ახბელე. მოსწონს დედას გულს. აქედან უფრო დაინტერესა ჯერჯერობით უნდა ნახოს ყველაფერი. მერე ვნახოთ ადგომით. ხო იცით ბავშვები როგორი ინტერესიანები არიან, ცნობის მოყვარეები არიან. ჯერ ხო უნდა ნახოს რა და როგორ. მოგწონს დედას გული? კარგია? მოსწონს ბელეს? აღუ აღუ? აღუ აღუ ბელე? აღუ აღუ დედას გული? ბელეს პირველი რეაქცია. ხო, კარგი, კარგი. ესენი მერე დავაწებოთ, ხო, ჯერ უნდა ავაწყოთ წესიერად. ესენი მერე დავაკრათ ზემოდან, ხო? აინტერესებს ყველაფერი ანაბელს. დედას გული წეხან გაიღვიძა. და თმები ცოტა გაჩეჩილი გვაქვსო. დედას გული.
მოიცა ამოვიღოთ ეს ყველაფერი და 1 2 და 3 ჩაგდე მინდი ჩაგდე ამოიღე მიდი ნახეთ რა ლამაზი ცისარტყელაა ჩემო კარგებო მზიანი ამინდი გვაქვს დღეს 20 გრადუსია გერმანიაში და ოდნავ ჟინჟლავს როგორც იმერეთში იტყვიან და ნახეთ რა ლამაზი იმედია ჩანს ცისარტყელა გამოვიდა როგორ მიყვარს ცისარტყელა ვერ აგიხწერთ პატარა ბავშვით მიხარია ხოლმე რო დავინახავ ჩემთვის ცისარტყელა მშვიდობასთან ასოცირდება და ძალიან დიდ პოზიტივთან და სამყაროსთან და უფალთან დიდება უფალს უფალმა დაგულოცოს ყველა ჩვენ გაიხარეთ დღეს ანაბელს ჩემოკარგებო დედი ნუ იდებ ამას პირში დე არა და პირშია დღეს ანაბელს ზუსტად 11 თვე შეუსრულდა რადგან გვაქვს 22 მარტი ხო დედიკო დღეს 11 თვის გახდიდე გაკოცა დედამ გულში დე აჰა პირში არ ჩაიდო ოღონ გეხუტა დედამ უყვარხარ დედას გულში ნახეთ ჩემოკარგებო რა ლამაზი ცისარტყელა იმედია ჩანს ვიდეოში აი ხეების უკან როა და ერთი კიდე იქეთ არის ფერმკრთალი მაგრამ ის ალბათ არ ჩანს მაგრამ ჩვენ ვხედავთ ნახეთ რა სილამაზია როგორ მიხარია ღმერთო რა ბედნიერებაა გაზაფხული du eine ist da hinten noch guck mal so ein großen Regenbogen wow მოკლედ ჩემოკარგებო ეხლა მინდა რომ გაჩვენოთ რა მივიღეთ Amazon-იდან რომელიც ანდრეასმა შეუკვეთა და ეს არის ახალი ანაბელისთვის ახალი სავარძელი ავტომობილისთვის რადგან ძველში უკვე აღარ ეტევა მართალია ჩვენ ავტომობილი არ აყავს მაგრამ ხანდახან საათობრივად რომ დაგვჭირდება ვქირავთ ხოლმე ავტომობილს და აი ამისათვის გვჭირდება ბავშვის სავარძელი და მომავალში ჩაფიქრებული გვაქვს რომ ვიყიდოთ მაგრამ მანდამაინც ჩვენ ისეთ ადგილას ცხოვრობთ კოლნში რომ მანდამაინც მანქანა არ გვჭირდება იქნება ეს აფთიაქი სუპერმარკეტი ჩვეულებრივი ბოსტნეულის მაღაზია ექიმი რა ვიცი ყველაფერი სკოლა ბაღი არის 5-10 წუთის მოცილებული სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და მანდამაინც მანქანა არ არის საჭირო და აქამდე სწორედ უმანქანოთ მოვედით და მომავლისთვის მინდა მე მაინც რომ ვიყიდო ძალიან მიყვარს მე პირადად ტარება რა თქმა უნდა მაქვს მართვის მოწყობა ანდრეასაც აქვს მაგრამ არ უყვარს არ მოსწონს არ უტარებია და არ გიждდება მანქანებზე წარმოიდგინეთ მაგრამ მე ძალიან მიყვარს და მომწონს მანქანები და ტარებაც ძალიან მომწონს და ფიქრობ რომ 21 საუკუნეში მაინც ყველას უნდა ჰყავდეს მანქანა მაგრამ თუ არ ჭირდება ადამიანს რაღაც ფუფუნების საგანი აღარ არის უკვე 21 საუკუნეში მანქანის ყოლა მაგრამ როცა არ გჭირდება იმდენად რა ვიცი აღარ ცდილობ რომ იყიდო ანუ ჩვენ შემთხვევაში მოკლედ ეხლა გაჩვენებთ სავარძელს რომელიც Amazon-იდან მივიღეთ დღეს და შემდეგ გვინდა გარეთ გავიდეთ და 1 საათით მანქანა დავიქირავთ მე კარგა ხანია სადღაც 2-3 თვეა უკვე მანქანა აღარ წამიყვანია ეხლა მანქანის ტარება ვინც ისწავლა იცით რომ ეს ისეთი რაღაცა არ დავიწყდებათ თუ კი ნასწავლი გაქვთ მაგრამ ხანდახან გამეორება ხო იცით ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ დღეს კარგი ამინდია და გადავწყვიტეთ რომ ანაბელის ახალი სავარძელი მოვსინჯოთ აი მანქანაზე რამდენად წავა და დავიქირავთ 1 საათით მანქანა და წავიდეთ და გავემგზავროთ სადმე და გავიხსენო ისევ მანქანის ტარება ასე რომ ვთქვათ ну დავიწყებით არ დამიწყებია მაგრამ 2-3 თვეა უკვე აღარ მჭდარ საჭესთან მოკლედ წავედით გაჩვენებთ სავარძელს აი ჩემოკარგებო ეს არის ანაბელის სავარძელი რომელიც Amazon-იდან გამოვიწერეთ ერთი სავარძელი გამოვიწერეთ უკვე და საწუხაროდ ბრაკი აღმოჩნდა და უკან იძულებული გავხდით რომ მიგვებრუნებინა და ეს არის ახალი სავარძელი და ეხლა მინდა რომ თქვენთან ერთად გავხსნათ მოკლედ დავიწყოთ ანდრეასი დამეხმარება
so? Das geht nicht, da unten hängt das fest. ნახეთ რა ლამაზად გამოიყურება. ანაბელის სავარძელი ძალიან ლამაზი ფერია, ბეჟი ფერი, როგორც მე მიყვარს. მომწონს ძალიან. ეხლა კიდევ გავხსნით და გაჩვენებთ. არის იზოფიქსე სპეციალურად. ძალიან ლამაზი სავარძელია, მომწონს ძალიან. და ეს ფერი არის ჩემი ფერი და რა თქმა უნდა გოგოს ფერი. ეს ღია კრემის ფერი. წავიდეთ შერნაუთი, წავიდეთ დედიკო, მოვსინჯოთ შენი ახალი სავარძელი. მოვსინჯოთ, ხო? წავედით. წავედით. ახეთ როგორ დაცოცავს? წავედით? წავედით. წავედით? წავედით. დღეს კიკინა გაუკეთე უკან, ნახეთ როგორ უხდება. თმები ისე გაეზარდა. მოკლედ ჩვენ უკვე გავემზადეთ ჩემო კარგებოდ და ეხლა მივდივართ. მე აქ მინდა დღეს დავასრულოთ ჩემი ვლოგი. ალბათ იქ გადაღებას ვერ შევძლებ, რადგან ანაბელი არ მაცლის, მაგრამ ამ სახის ვიდეო მიდევს უკვე ჩემს არხზე და თუ დაგაინტერესებთ, გადადით და შეგიძლიათ იხილოთ. თუ კი შემეკითხებით ეხლა რომელი ფირმის მანქანას ვქირავთ, გეტყვით, ქვია Share Now, არსებობს ასევე Free Now, მაგრამ ჩვენის ჯერ არ მოგვისინჯავს და არანაირი რეკლამა ამ ადგილას, უბრალოდ გეუბნებით და შემიძლია გირჩიოთ. ძალიან კარგი ეპია, რჩევის სახით, შემიძლია გითხრათ და გაითვალისწინეთ, რომ თუ კი 1 საათით გჭირდებათ მანქანა, ცადეთ რომ აი იმ 1 საათში ჩაჯდეთ ზუსტად და მერე არ დაუწყოთ პარკინგის ძებნა. 15-20 წუთით ადრე შეეცადეთ რომ პარკინგის ადგილი შეათვალიეროთ, რადგან მერე წუთები არ დაგეკარგოთ, რადგან 5 წუთით რომ გადაგიცილდეთ 1 საათს უკვე უფრო მეტ თანხას გაჭრიან, ვიდრე აი იმ 1 საათში ჩაეტევდით. 1 საათი ღირსადღაც 20-დან 22 ევრომდე. და ნებისმიერი მეორე საათი უკვე სადღაც 20-დან 40 ევრომდე ჩდება. ასე რომ ეს რჩევა გაითვალისწინეთ ჩემგან თუ გნებავთ. მოკლედ, მე აქ დაგემშვიდობებით დღეს და იმედია, კარგი ვლოგი გამოვიდა, ყოველ შემთხვევაში შევეცადე და მე ამ საქმეში პროფესიონალი არა ვარ, კიდევ ერთხელ გეტყვით. თითოეულ თქვენთაგანს მინდა ბედნიერი დღე გისურვოთ, ბედნიერი, წარმატებული და პოზიტიური დღე, გიგზავნით ძალიან ბევრ პოზიტივს. მე არ ვუყურებ ისეთ ვლოგერებს, რომლებთანაც პოზიტივს ვერ შევამჩნევ და სულ ჩამოშვებული სახით არიან, ასე რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ, თქვენი მაგა დროებით. სულ მალე შევხვდებით მომდევნო ვიდეომდე. ნახვამდის.